მოგესალმებით მეგობრებო ყველას. 10 წუთია უკვე რაც ვართ მოსულები და ვთევზავთ იმით რა ქვია, მანიქაშით. პური მაქვს ჩაყრილი, ანკეს დაახლოებით აი მტკაველის ხელაზე მაქვს დაყენებული, ძალიან პატარაზე. აი ვთევზავ ამით, ძალიან მაგრა გაჭრა და უკვე 10 წუთი რაც მოვალ და ანუ ჩაგდება და ამოღება ერთია რა. და ეხლა ანუ ცუდი იცი რა არის მეგობრებო, ნახეთ პატარა უნდა დააგო რა ძალიან და ეგ პატარა ისე მარტივად ვძვრება კავიდან რომ ნერვები მეშლება, მაგრამ არა უშავს, მთავარია ვთევზავთ. გაგვაფრთხილა სიქისედაც რომ ითევზავ იმით რა ქვია, ისეთი სატყურებით რომლებიც თევზს რამეს არ ატკესო. საბოლოოდ ნახავთ რამდენი არიან აქ. მანამდე აქ დავაყენებ სტატივს და უყურეთ დავიჭერ თუ არა რამეს. როგორ? მანიქაშზე. მანიქაშზე? ხო. მოდი. მაგრად. დავიჭირე კიდე. დაიჭირა თქვენ რამე? ახლა დაგაჭირეთ, დაიცათ? აპარიში მაქვს წამოღებული, ნახე. ერთი პურის ნაჭერი მაქვს, ნახე. აი მტკაველის ხელა სიღრმე. და პურის წინ ვაგდე პირდაპირ. თევზი სადაც ესევა პირდაპირ იქ მოდის. მაგე ნახტიკო. მაგ რაღაცა ვიქნა. პრობო ესეთ დიდი თევზებია და აქ არიან ეს თევზები რომლებიც მე დავიჭირე. ნახეთ როგორ რამდენი არიან. ვერეტევია ჯამში. აი მეგობრებო, ესეთი პატარა კარჩხანა. მეგობრებო, გადავედი აპარიშზე. მართალია ეხლა თლად კარგი არ არის აპარიში თევზაობა, მაგრამ ამ იმან რა ქვია, ცომმა დამტანჯა მანიქაშმა, თან არც თუ ისე კარგად მოდიოდა.
და ეგრევე ქრებოდა, ბევრს დავაგებდი, ქრებოდა, ცოტას ქრებოდა, ანუ თევზი ვიჭამდნენ ძალიან მარტივად და ამიტომაც ძალიან დავიღალე და მაინც აპარისზე გადავედი. არა უშავს, მაგრამ აპარისით ვითევზოვებ, ხო? და გავაგრძელო თევზაობა. უკვე დავიჭერეთ დაახლოებით 1.30 ცალი. და აქ იყვნენ ორი კაცი მოსულები რა და ვერაფერს ვერ იჭერდნენ და გადმოვიდნენ აქეთ, გაუკეთე ანკესი, გაუწყოე კარგად და აი ნახეთ ესეთი ზომის ის ქონდათ დაგებული. ზუსტად ესეთი. და ვერ იჭერდნენ რა აპარიშით. თან არც დაკორმილი არ ქონდათ პურით და დავაჭერე ახლა აქ ვაჩუქე ყველა თევზები ის 30 ცალი უოჭოლი იქნებოდა. ეხლა მეგობრებო განახართ ტივტივასთან რა ხდება უბრალოდ შეხედეთ. აი ჩემი ტივტივა აქედან მოჩანს. ასე გამოიყურება ჩვენი ტივტივაც, მაგრამ ეს ბალახები ნუ რავი ნერვებს მიშლიან. აი ჩვენი ტივტივაც მოსჩანს ლამაზად. ოპ ხო რა წაიღო? ეს სტატიო კარგად არ ის ყურებას ჯობიათ მე მიყუროთ თუ როგორ ამომყავს თევზი და როგორ ვაცარიელებ ტბას, მაგრამ ისე ვაბრუნებ წყალში. ტანსაცმელი მაცვია ძალიან ცუდად, ნახეთ. რანაირი ის არის ფოსფორისფერი და თევზი. დაგვინახავს და ამიტომაც
შეიძლება მაგიტო მიდიან ახლოს რომ მიდივარ პურზე, შეიძლება კი არა მაგიტო მიდიან. პურთან ძალიან ბევრი არიან და რომიოლ ეგრევე მიდიან თევზები. შორიდან წავიდგე მაშინას, მაგრამ არა უშავს, მაინც დავიჭირეთ 30-ზე მეტი რა. ამ ვიდეოსაც მინდა სათაური დავაწერო, ესე ჯერ აქ არ მithევზავია, მაგრამ უკვე ზედაზედ მე-20 ვიდეოზე მომიწევს ესე დაწერა, იმიტომ რომ მართლა არ მithევზავია ესე ჯერ და ოპა, არ ტყავს. ოპ, დაიცადეთ შევატრიალ. აღარ არ ტყავს. ჭიები დაგვიტოვეს და ესეთი აპარიში. ხიქ რა ხდება? ვაიმე, რა წაიღო? ძაღლები ჩხუბობდნენ და გავიხედა იქით და აქ მაგრა წაიღო. რთულია ესე მარტო თევზობათან გადაღება. როგორ არ ტყავს. მაგრამ არა უშავს. ნახეთ იქით რა ხდება საერთოდ. აი. არ ტყავს. არაფერი. კარგით, მეგობრებო, ჩავდებთ და რამე თუ მოხდება ისეთი დაგიბრუნდებით აუცილებლად და განახეთ ყველაფერს. ხოთ მეგობრებო, აქედან და დაგემშვიდობოთ, ანკასები გავაწყვეთ, დავიჭერეთ კიდე ერთი ცალი, მაგრამ პატარა იყო და არ განახეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ჰე და აბა ჰო.